სალამი ყველას. დღეს შემოგთავაზებთ პატარა ვლოგს. თქვენთვის იქნება ერთი ვიდეო, ჩემთვის კი მთელი 6 დღე ყაზბეგში. ეხლა ჩავლაგდი და ცოტა ხანში გავალთ. რა თქმა უნდა, ჩემი ბებერი მგელი მოგვიმსახურება დღეს. და მთელი 6 დღე ღაზეთ შევამოწმება. ესე იგი, ხა ავდივართ ბაგებში. ბაგებში ჩავისვათ სანდროს, მერე წავალთ გლდანში. გლდანში შევხვდებით მათეს და მათეს ძმას დავით. ისინი თავიანთი მანქანით მოდიან, იმიტომ რომ ძაღლიც მოყავთ და კატაც. ვივლით ერთად და გლდანიდან უკვე დავიძრებით პირდაპირ სტეფანწმინდისკენ. ახლა ბაგებში ვართ. ველოდები სანდროს. ამასობაში სანამ სანდრო ჩამოვიდოდა, აგე რა. პილესუსი დავატარე, გავაწკრიალე აქაურობა. ბატონი სანდრო. ესე იგი, მათე ცოტა აგვიანდება, ამიტომ გზას მარტო გავუდგებით. და მივიდივართ მოკლედ და გზაში დაგვეწევა მათე. და ნეხვთავი რადგან სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა შენაცნო მოგეწყინების უხვი ახსნილსა და აბამს იგი თვითების ვინების უხვად გაეცი ზღვათაცა შეზდის და გაედინების ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმელნისდებიან. გამოვიარეთ არშა, 5 წუთში ვიქნებით ყაზბეგში. ხო და ვართ ძალიან გაუგნებულები, იმიტომ რომ გზაში დაგვჭირდა 3 საათი, ცოტა მეტი. გაჩერებიანად ყველაფერიანად. და დრო გავიდა ძალიან მალე, აი თითქოს 1 საათი, საათნახევარია მგზავრობა. აი ესე გავიდა დრო. გაუგნებულები ვართ, ძალიან გაგვიგვირდა. ხო, შოკ, სანდრო შოკში არის საერთოდ. ვერ ამოვდივარ. შეიძლება წოლის მალია, მაგრამ წოლის გამო ვერ ამოდის შოკიდან. ხო და ესე გვასიამოვნებს ჩვენი C-კლასი. ასე კომფორტულად მიმგზავრეთ ჩვენი ბებერი მგელით. ესე იგი, მე და ბატონი სანდრო კმაყოფილები ვართ სასტუმროთვის საკმაოდ. ფრიად კმაყოფილები ვართ. სანდრო თავის ბლოგს იღებს. ბლოგს უბრალოდ. აგერ არის ეზო. საკმაოდ დიდი ეზო არის. უზარმაზარი მთები. აგერ არის ჩვენი ოთახი. პატარა ოთახია, მაგრამ არა უშავს რა. ჩაიდანი რაც თავარია არის. აქ რაღაცა ის ხდება, განუკითხაობა არის, ეს არის კონიაკი, ეს არის ტუნა. სეიფი არ ვიცი არ მუშაობს, არ იღება. აქ არის საპირფარეშო, ანუ 2 საწოლი გაყოფილი და რაც ყველაზე მთავარი ოცნება ამის სრულდა უბრალოდ. აი როგორც კი გავიღვიძებ, გამოვალ და მანქანა ეგრე პირდაპირ. აი, სანდრო ამბობს 6 დღესე. მეტი როგორ არ უნდა ჩამოხვიდეო, იმიტომ რომ მე საერთოდ არ მოყავს ზღვა. დიახ. Kilniam tam. Dizem wszystko wyjdzie вообще. Sandro Fiskas. Amaz venir. Sato Rumia krumshtamut. Ha? Rumia egera. Rumi რა არის? Კაი სასტუმრო.
ერთი სასტუმროდან გადავალთ მეორე სასტუმროში გადავალთ სანახავ. მათის თუ დაუჭერეთ მანამდე კაზინოც იყო და მე გავუწევს კაზინო. ცუდი არ გავუქმეს ახლა 6 დღე ვიქნებით დაკავებულები გემბლინგით. სასტუმროს მენეჯერსაც დავკერავ და აი მანქანას აი შემოვაყვანილებ, რომ აი ეგ რო დავწევი. ჩემი ჩუსტები არ შეიმჩნიოთ, სახში დამჭერ ჩუსტები. ორიგინალ. აი ეს რო აი ეს მძინავს გადმოვტრიალდები და პირდაპირ ეს პირდაპირ. პულტი შევაფასოთ. ხო გონია რომ აქედან, კი არა, აქედან უნდა იყოს, იმიტომ რომ აქეთ სხელია და აქეთ წვილია. არა, მოკოდი მეგობარო, პირიქით. ეს დრო ხარმო ხერხებლად სულ ხარმო ხერხებლად ნაბიგები გიეთავს ო სასტუმროში აი ეს არის მათე მეგობრებო, გაიცანით? მათე არა. აბა. ბუგო, ეს არის ბუგო. ხო და ეს არის მამულეთში. კი, მამულეთში ჩამოვიდა ადამიანი და ხო, მამულეთში ბაგრატი არის, თბილისში ბუგო არის. ხო და ბაგრატი არის ახლა მამულეთში და ცოტა ძერსკულად არის რა 4-ით მოძრაოს, შავია თან, შავშია თან. ნახე ორიგინალი 500 ლარიანი სათვალეები და თემები. 558 მაბადიეთ. გამოვიდით ახლა და თუ სადმე კარგად გულასწავლთ, კაი სიმღერას ავარჩევ და კაი კადრებს გადავიღებ. აუ ნახე რა ვიტო. და გუშინ მეყერა მაღაზიასთან მანქანა და წინ მომიყენა დისტრიბუციის მანქანა. იქიდან ალაგებდნენ ლუდებს. გადმოქონდათ ლუდები და ხო და ესე გადმოღების დროს ერთ-ერთს დაუვარდა ლუდის მთლიანი შეკვრა რა, დიდი ყუთი. და დავარდა პირდაპირ ჩემი მანქანის წინ, რამოდენიმე ლუდი გასკდა, პირდაპირ ესხმოდა ჩემი მანქანას. ანუ ისე გაჩერდა, აი ცოტა იგორავდა, ისე გაჩერდა, რომ პირდაპირ ფანტანით აი ესე პირდაპირ ასხავდა ჩემი მანქანას და სულ ლუდში არის, ახლა კიდე არის ყოა კარგად, კამერაში თარჩას. აი ეს წინა კაპოტი სულ ლუდში არის და წინა ბამპერიც ახლა გადასული ვიყავი, უბრალოდ ქარი არის და არის მიჩემი არაფერი ხმა და მოგიო ჩავჯექი. მოდი ახლა კლიმატი ხო შეიცვალა. როგორ დაიქოქება? პირველი დაქოქვა არის. ესე კარგად თბილისში არ იქოქება, რა ვიცი. ცოტა პერებოი გამოსწორდება. ცოტა უნდა ვაცალოთ, ცოტა ეს ისევ გაფუჭდა. მაგრამ აი მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ არის აქ სიმღერები ჩართო საჭირო რა. ისეთი გარემოა, რომ სიწყნარეში უფრო ასწორებს. თან ისეთი სიმღერები მწერია სულ ქალაქურები. აქაურობას არ უხდება მოკლედ ჩემი ჩაწერილი სიმღერები. აგერ წეგან მოვიდი მაღაზიიდან და წეგან გავაჩერე მანქანა. დაახვდა სანდრო. დილის ჟამს. არც არაფერი შეცვლა. ნაცავად აფხობები ისე ცხოვრობ. ხან ინსტიტუტში ჩვენს გასწრესვლა და ხან ადრე. ჩინოვიგები. ყველაზე რთული პერიოდი ახლა ჩვენთვის. ორი ბატონი მათემატიკური სერტიფიკატების ჩვენი. გაიღვიძე გიტარა მინდა გელაპარაკო თვარე როგორ გიხდება ჩემო თბილის ქალაქო ეხლა еще много раз ეხლა еще много тро მოიტანს მოსათან შეიფერე წამები მზერო ღრუბელს მოხატა დროხატა გაფანტავე ქარები ეხრას еще много раз ეხრას еще много გავიხსენო მინდა ყველა ვინც ადგა წავიდა ეს ცხოვრება ასეთია ვერ დაიწყე თავიდან
წავიდა კიდევ ბევრჯერ წავიდა მოვიდა კიდევ ბევრჯერ მოვიდა ესე იგი მანქანასთან დაკავშირებით რა სიტუაციაა? ანტიფრიზი ცოტა დაგვაყდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამიტომ გამოხდილი წყალი ვიყიდე, ცოტას დავამატებ თბილისში, მერე მაინც დაეკლებს და ანტიფრიზით დავამატებ. ზეთი შვენიერ დონეზე დგას. აი ლუკას ოილი ჩავასხი ბოლოს, მანამდე სხვაზეც ვასხავდი და იკლებდა. ამის ჩასხმის შემდეგ დაახლოებით 2000 კილომეტრი მოგვა გავდილი და საერთოდ არ დაუკლია. და ძალიან მაფრინიერებს ეს ფაქტი. სხვა ყველაფერი მწყობში არის, უბრალოდ ეს რემენი თავიდანვე მაიჭვებდა ცოტა. მეორე რემენი კონგრესორის. ცოტა უჭირს მოკლედ რა. გეგმა როგორი არის? ესე იგი 20-ში მივდივართ ყაზბეგინა და როგორც კი თბილისში ჩავალ იმავე დღეს მივდივარ სოფელში, სამეგრელოში. და გადავწყვიტე ეგზაც მეჩვენებინა თქვენთვის. რამე საინტერესო თუ გადახვდება, მაგასაც ჩავსვავ ვიდეოში. და თვითონ მანქანა რა ვიცი გვიძლებს. ეს ბამპერი მოხსენი. იმიტომ რომ სასტუმროს გზა ცოტა შელახულია და ყოველ ჯერზე ხუჯე ასვლის ასეთი ხუჯე მაინც ვდებდი რა, შანსი არ არის, ესეთი გზა არის, სხვანაირად არ გამოდიოდა, ამიტომ მოხსენი, დაჟე გავტეხე კიდეც ბამპერი, იქვე გავაკეთე სასტუმროში. სასტუმრო სეზონში დავდე და წასვლის დღეს მივაყენებ. დაგვანახე მათე? დაგვანახე მათე. აი, სტაიანში კი დგას იქ ერთი მოხუცი კაცი არის და სტაიანში კი აბა რავი რა სხვა რა დაუძახო. ой, კაი ხურები მოუზადეთ. მოკლედ არ ჩანს ახლა აქედან რა. ეკლესიაში ვიყავით. სამაჯურები ვიყიდეთ. და ესე იგი ბოლო მოსვლა არის აქ. ხვალ მივდივართ თბილისში უკვე დილით. მოკლედ ბოლო დღე არის 20 რიცხვია უკვე და მივდივართ თბილისისკენ. სამწუხაროდ ბოლო 2 დღე, თუ 3 დღე დაჟე, გაზი ვერ ვიშოვეთ ვერსად ყაზბეგში, ამიტომ ეხლა ვართ ბენზინო ჩავასხოთ ეხლა, სხვა გზა არ არის. და მე გზად იმედია შეგხვდება გაზი და გაზ ჩავასხოთ. ბატონო სანდრო. დიახთ. როგორ მოგეწონათ ყაზბეგში გადარებული 6 დღე? ძალიან ფრიად მოხარული ვარ. როგორც აქამდე ვახსენეთ, მაგრამ ჩემმა აყურებელმა არ იცის, სასტუმროს პირობები უკეთესი, ოდნავ უკეთესი რო ყოფილიყო, უფრო დიდი ხანს გავჭირდებოდი. ასევე მე თუ გონება არ მატყუებს და თუ სწორედ მახსოვს, ყაზბეგში არ ვარ ის ამბობდა პირველად ვარ და პირველად ჩამოსვლისთვის ძალიან კარგი შტაბეჭდილება დამიტოვა. ამიტომ მათე რო იძახის და სულ აქერს და სროკებაში არის გამართლდა ნამდვილად. ასე ჩვენც შევაქერთ. კი, ნამდვილად და ეხა ორმა გაზმა გადაასწრო ჩემი კიდევ მივდივარ. ყაზბეგში ცალკე ისტორია არის, ტრაილერების სიარული, ცალკე ისტორია. ეხა ორი გაზის დიდი ტრაილერი, გაზი რომ მიაქვს, ალბათ შემოაქვს, ცარიელი არ გონია იყოს. გადაასწრო დიდი კამაზი. და ანუ იცი როგორ არის? გადაასწრო დიდი კამაზი. გადაასწრო დიდი კამაზი. გადაასწრო დიდი კამაზი. გადაასწრო დიდი კამაზი. და როგორ ეს სინქრონულად? კი, თან ორივე. მე არ ვიცი, არ ვიცი. ნიჭია, ამასაც ხო ნიჭია, კი ხა იმ ხელას ყამლავს. მოკლედ დიდი მადლობა ყაზბეგს. ცალკე მათეს. რო წამოგვიყვანა აქ. ხაშერის მე პირადად არ მოველოდი, რომ ჩვენ სასტუმროს ეკნებოდა ხედი, ან თუნდაც მყინვარჯვერისკენ, ან სამებისკენ და დავინახავდით, თუმცა ძალიან კი კაი ხედი იყო, ნაფტალის ბოძები და ისინი ხო, ნუ ეხა უშლი და ოდნავ ეხა მთლა ანგელოზივით კამბეწარი იყო, მაგრამ სუფთა ხედი არ იყო, მაგრამ მთლა არაფერს დაინახა ხო, არნას ნაბულაჭებდა. კაი ნაჯამს ვავები. ხა მესამე ჯერ მოვედით უკვე
გავდივართ მათეს სახლს. ერთხელ დავამშვიდობეთ, მე უკვე რომ მოbrუნდით მივესალმეთ. ეხლა ისე უნდა დავამშვიდობოთ. კარგად ბათია. კარგად ბუგო. უბრალოდ ბაგრად. ერთი სიტყვით შევაჯამოთ. დიდი მადლობა ყაზბეგს. დიდი მადლობა ყაზბეგს და ვემშვიდობები დროებით. ესაც ჩვენი თბილისი. რომელი საათი არის? ხა არის 4:09. აი ესე გამოიყურება 4:09-ზე თბილისი. მოკლედ ამასობაში დამიღამდა. წეღან გაზი ჩავასხი და გახარებული დავრჩი ძალიან, იმიტომ რომ 100 კილომეტრზე ქონდა დაწული დამწვარი ფრუსტორად დაახლოებით 7-8 ლიტრა. მოსალოდნელი იყო რაღაც მხრივ, იმიტომ რომ ყაზბეგიდან მოდიხარ 70% სუდაღმართი არის გზის. მაგას დამატებული დაახლოებით 30 კილომეტრი რო ჩამოვედი ქალაქში ვიარ და მაინც 7 ლიტრა დაწვა 100 კილომეტრზე. ეხლა ფეიქრებზე ვარ და გავალ მალე ტრასაზე და გზადაგზა ჩაგერთებთ. სენაკში ვარ. სენაკში სადმე მაღაზიაში გავაჩერებ და ორიოდე სიტყვას ვიტყვი გზასთან დაკავშირებით. ნამდვილად სათქმელი მაქვს რაღაცეები. ესე იგი თან როგორ სიტუაციაში ვარ დაახლოებით გაჩვენებთ რა ახლა. აი ეს არის მთლიანად ლუდები. აი ეს უსავსე წიგნებით ესე იგი. ეს ჩემი პატარა საცოდავი ჩანთა. აქტიურად შემიძლია თქვა რომ მარტო არ გზავრობ ნამდვილად. ანუ ჯერ მარტო რომ ლუდი მედოს მარტო ლუდი რომ მედოს ეს უკვე იმას ნიშნავს რომ მარტო არ ვარ რა და მაგითო არ ვიწყენ რა ეხლა ვარ სენაკში მოკლედ გზამაც არ შემეწყო ხელი ხარაში არ შემეწყო ხელი ჩამოვედი ძალიან მალე და იმიტომ არ შემეწყო ხელი რომ რამდენიმე დღის წინ გახსნეს ახალი მონაკვეთი რიკოც 7 კილომეტრიანი შესაბამისად შემცირდა კილომეტრიც და დროც აი მინდა რომ კიდე არ ვიცი 5 საათი კიდე ვიარო რა ვიცოდი რომ ესე მომეწონებოდა იმიტომ რომ ღამე მარტო მანქანის სიარული არასდროს ამ ბეზრდება და ყოველთვის ეგრე ვიყავ და ცოტა ფსიქოლოგიურად მომზადებული ვიყავ იმისთვის რომ კიდე მომინდებოდა სიარული ამიტომ ისე ძალიან არ ვნერვიულობდა ისე ძალიან არ ვიცი აი წავედით ახლა ცოტა ხანში დაიწყება ყველაზე რთული მონაკვეთი გზის სენაკი ჩხოროწყუს გზა წვიმამაც მომისრო რა მოკლედ აი მხედველობა არის არ ვიცი რამდენი 20% არის მხედველობა ალბათ რა. ჩამოვედი მოკლედ სოფელში და უკვე მეორე დღეა. გუშინ გინახეთ როგორი ამინდი იყო. ძალიან რო წვიმდა და აი დღეს უკვე მზე არის ალბათ უკვე დაცხება ცოტა ხანში. ბებერ მგელს მართლა საღო. ჯერ 6 დღე ხო გაგვიძლო. მე ხო ჩამოგვიყვანა თბილისში. მე იმავე დღეს წამომიყვანა სოფელში. წვიმაშიც იარა. მოკლედ ყველაფერი გააკეთა მაქსიმალურად შეგვიწყო ხელი. და ტყუილა არ არის ნათქვამი როგორც მოული მანქანას, ისე მოგივლის შენც ისო. და როგორც გეყურება, ისე ეყურები მასაც. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, ვინც აქამდე უყურა ამ ვლოგს. ვიღაცას შეიძლება გაუსწორდა, ვიღაცას შეიძლება მობეზრდა, მაგრამ მაინც თუ უყურეთ აქამდე, მაინც დიდ მადლობას გიხდით. მე კი ძალიან მესიამოვნა ეს ყველაფერი რო გადავიღეთ, ეს ყველაფერი რო განახეთ, იმიტომ რომ ბავშვობიდან მქონდა ეს ოცნებად.
რაღაცის სულ გადაღება მინდოდა, რაღაც ისტორიების გადაღება, სხვისთვის გაზიარება, დაედიტება მერე მაგას დამატებული. და ნუ ეს მთლიანად ეს კამერასთან ურთიერთობა. აბა თქვენ იცით მეგობრებო და დროებით.